ბათუმის დრამატული თეატრი 157 თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება დიდი ფუსფუსია დასში, ახალი სპექტაკლები მზადდება 14 იანვარს გაიხსნება დარისპანის გასაჭერით და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ყავს სტუდიაში სტუმრად რეჟისორი გიორგი კაშია და მსახიობი ავთადილ ქარჩავა, რომლებიც გაგვიზიარებენ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და მომბრძანდით ახალ წელს მრავალ დაესწარით ახალ წელს გიოცავდა ყველაფერ კარგს რას თუ შეიძლება გილოცავთ ახალ როლს, გულოცავ რეჟისორსაც ხვდა წილად რომ გაიხსნა 157 თეატრალური სეზონი დრამატულ თეატრში. მოდით ვისაუბროთ, რატომ დარისპანის გასაჭირი, რატომ თუნდაც ეს პიესა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და დღესაც, რა თქმა უნდა, საუბრობს იმ ტკივილზე, იმ თემებზე, იმ სიყვარულზე, იმ მეგობრობაზე, თუმცა თანამედროვე ვერსიით იქნება ეს ყველაფერი შეფუთული. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ყველაფერს ერთად. ალბათ კლდიაშვილის შემოქმედება და მისი დრამატურგია ბევრჯერ აღუნიშნა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული თეატრისთვის რაღაც მარგალიტია, აქედან გამომდინარე სეზონის გახსნა და იმ დღეს, როდესაც ქართული თეატრის აღდგენის დღე არის, ვფიქრობთ, რომ უნდა სიმბოლურია, ხო? კი, კლდიაშვილი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტა. ბატონო ავთო, დარისპანი ბრძანდებით, დიდი პასუხისგებლობა გაქვთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი ამ პასუხისგებლობის გამო ზუსტად ხვდებიან მსგავს როლებზე და ვისაუბროთ, როლიდან გამომდინარე, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსონაჟი და რეჟისორთან, რომელთანაც პირველად მუშაობთ, დამოკიდებულება და აი ეს პროცესები როგორ მიმდინარეობს. დარისპანი ახსენებდა ჩემთვის რამოდენიმე წელიწადია ეს არის ჩემი საყვარელი გმირი და ჩემი ოცნება იყო რომ ჩვენს თეატრში განმეხორციელებინა მე დარისპანი. 45 წლის უკან სადიპლომო სპექტაკლში ვითამაშე და მას მე დიდი ხანი გავიდა და ეხლა გიორგისავით ხმა მქონდეს, აი ატყობთ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის და ესე მცირე დროში ესეთი სპექტაკლის გაკეთება ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, შრომას მოითხოვს, რაც არც რეჟისორს გიორგის არც თითოეულ მსახიობს, რომლებიც დაკავებული ვართ ამ სპექტაკლს, არავის არ დაუკლია და ცოტა მიჭირს ქებითი სიტყვები, საქებარი სიტყვები რო თქვა, იმდენად რამდენადაც შედეგის სახეზეა, რასაც ჩვენ ვატყობთ შიგნიდან და ეხა გარედან, როდესაც მაყურებლის წინაშე წავსდგებით, უკვე რეაქციას ველოდებით გარედან. და სხვათა შორის მე მინდა დიდი მადლობა აი ამ საზოგადოების წინაშე გადავუხადო, თქვენ ახსენეთ ჩვენი თეატრის 157 სეზონის გახსნა და ეს მარტო გიორგისთვის კი არა, ჩვენთვისაც არის ბედნიერება და სასიამოვნო და წილად რო ხვდა ბატონ გიორგის მისი სპექტაკლით გახსნილიყო ჩვენი თეატრალური სეზონითაც უკავშირდება ქართული თეატრის დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. და უნდა გითხრათ, რომ მე რასაც ვფიქრობდი, დარისპანი, აი ჩოხეში, წვერი, ულვაში, არა, აბსოლუტურად თანამედროვედ გადაწყვეტა ფორმა, საინტერესოდ არის მოძებნელი და ბევრ რაღაცას მაყურებელი ყველაფერი იკითხება, რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა. ეს არის დღევანდელი პრობლემები. და ახლა დარისპანის საზოგადოება კითხულობენ მიციცის, ხო? დარისპანი ეძებს სასიცოს გაათხოვოს, მაგრამ დღეს ხო პრობლემა მარტო ქალიშვილის უფრო ძნელი გახდა სასიცოს პოვნა დღეს და აი ეს პრობლემები არა ხომ ეთანხმებით თამაში, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა კარგი სასიცოს ჩვენ კარგი არა ზოგჯერ რა არის, იცი? აი აქვს რამე კარგი მანქანა, კარგი აგარაკი, კარგი, მაგრამ შიგნით როგორია ექსა, აი აქ ვწდებით ხოლმე ჩვენ და შემდეგ დანაშაულს ხვდებით, როცა უბედურება შემოდის ოჯახში, რომ
შვილს ისეთი აი იმისთვის რომ ყველაფერი კარგი რაჯობია როცა ისიც არის და ესეც არის და ორივე კარგი არის. ეხლა სხვა თემაზე გადავედი მე. წარმატებულად არავინ არ იბადება, ხო? წარმატებული ხდება და შენ შეიძლება პოტენციალი ვერ დაინახო და მე თავში იტყვა ხელი როგორც საკუთარ შემთხვევაში, ასე სხვა შემთხვევაში. მე რა მაინტერესებს თქვენ კითხავთ წლების განმავლობაში რეჟისორები მით უმეტეს ამას ხედავთ და თეატრში ვინც ხართ მსახიობები ხედავთ, ჩვენს გარედან ამას ალბათ ვამჩნევთ, ხო? თემატიკა არ იცვლება 2000 წლის წინანდელი სცენარიც კი, მესმის რომ ადაპტირება ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ეს მოწმობს იმაზე, რომ ემოციურად იმდენად არ გავიზარდეთ მიუხედავად ტექნოლოგიისა, რომ 2000 წლის წინანდელი პრობლემა დღესაც აქტუალურია. თუ კლასიკა, ხო, ალბათ არა მარტო ამ პიესასთან, არამედ ზოგადად ბუნებრივია და არაფერი არ არის მზის ქვეშ ახალი, ხო? ვერ გავიზარდეთ ასე. გენიალურად წერს ამას, ხო? აქედან გამომდინარე, რაც ხდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდეც, თუ დაურწმუნ მანდებით, იქ არა მარტო კლდიაშვილთან, არამედ ანტიკურ თეატრშიც, დრამატურგიაშიც კი დღეს არ კარგავს აქტუალურობას და იცვლება რა, მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ასე. ინფრასტრუქტურა იცვლება ძალიან ბევრი რაღაც ადამიანების ცხოვრების წესი, ფორმა, მაგრამ ის რაც სულისკვეთება ადამიანებში არსებობს და პრობლემა ვფიქრობ მარადიულია და ვერაფერი ვერ შეცვლის. გიორგი, ასევე მნიშვნელოვანია როგორც რეჟისორს დაგეკითხებით, გარდა პიესისა, გარდა თქვენი გადაწყვეტილებისა და იმ ფორმისა, იმ მუსიკისა, რასაც თქვენ ხედავთ, 50% მსახიობზეა დამოკიდებული. პირადად თქვენ როგორ აკეთებთ შერჩევას, იმიტომ რომ რთულია ახლა ფოტოსურათებით, ტიპაჟით აიყვანო ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი გამართლებული იყოს. ანუ რაოდენ დიდ პასუხისგებლობას იღებთ, თუნდაც როგორც რეჟისორი, აი ამ პროცესში. ხო, მე ვფიქრობ, რომ ორი ვარიანტია მან. შეიძლება დაღუპო ადამიანი, მაგრამ შეიძლება არ დაღუპო და პირიქით. ვფიქრობ, რაღაც პასუხისგებლობას, როცა დააკისრებს საკუთარ თავს და მე სხვა ადამიანს, ამ პასუხისგებლობიდან გაქცევა აღარ არის სწორი და ნამდვილი. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ეს ფიქრი არ გამჩენია, რომ გაქცეულიყავით. მე გავქცეულიყავი ან სხვა, იმიტომ რომ მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესოა ჩემთვის და როგორ ვთქვა, ინტენსიური. რომ ამაზე ფიქრის უფლებას და საშუალებას არ მქონია სიმართლედ. რაც შეეხება განაწილებას, როგორ ხდება ხო, როცა რეჟისორი მიდის თეატრში, მისთვის უცნობ დასთან. მაშინ ხო ფოტოებით დაკითხვით ასე შედება. კი ბატონო. ხო, ადრე ცოტა სხვანაირად იყო, ხო? იცი რა, ყველას თავის მეთოდი აქვს. ვიღაცა კასტინგს ატარებს, ვიღაცა ფოტოთი არჩევს, ვიღაცა სპექტაკლებს. გააჩნია თვითონ რეჟისორი. სპექტაკლი, ეხლა ჩვენ ხსნით ზეგ სპექტაკლები რო ყოფილიყო, მაშინ როდესაც მოდის რეჟისორი, როცა არ იცნობს დას და მსახიობებს, ის უყურებს სპექტაკლებს და იქიდან უკვე გამოაქვს გადაწყვეტილება. თქვენ ბატონოვთო ცნობადობა არ გჭირდებათ ისედაც იმდენი როლი გაქვთ შესრულებული, რომ უკვე პასუხისგებლობა დატოვებული აქვს. ერთი რამე დრამატული თეატრის წერ. ახლა მსახიობი ბრძანდები ჩემო მერი და ბატონმა გეორგიმ და მეც ვახსენე, რომ ძალიან ინტენსიური მუშაობა აი წუხერ 3 საათზე 3 პრაგონი ეს არის თავიდან ბოლომდე რაც გავაკეთეთ თავიდან შეუჩერებლი უნდა აჩვენო რეჟისორს და საერთოდ ყველაფერი მუსიკა ყველა კოსტუმები და ყველაფრით ანუ სპექტაკლი მაყურებლის გარეშე ხო მაყურებლის გარეშე რომ ამას ვეძახით ჩვენ პრაგონს რომ თავიდან შეუჩერებლი იხილოს რეჟისორ მაგრამ იქ რაკლია რა უნდა დაუმატოს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი მაყურებლის წინაშე ვინც მოვა აი ხმა აღარა მაგ დამიჯდა მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მე ხმით ვითამაშო ზეგ დარისპანის გასაჭირი ხმაზე მიჭირს ძალიან 14-ში არის პრემიერა კიდევ ერთხელ დავაანონსოთ გავუზიაროთ მაყურებელს ეს ინფორმაცია ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აი გიორგი რო ჩვენთან არის მე არ შემიძლია აქ არ ვახსენო საჩუქარი ჩვენი თეატრის კოტე მჟავია. კოტე მჟავიას დამსახურება ჩემი გიორგის და ჩვენი გიორგის ჩამოყვანა და
მე მინდა ხმა მაღლა ვთქვა, რომ ეს საჩუქარია ბათუმის თეატრის და მე მინდა იმ ხალხს კულტურის სამინისტრო იქნება ჩვენი თავმჯდომარე ბატონი სულხან თამაზაშვილი ვინც ეს კაცი ჩამოგვიყვანა და ბათუმის თეატრის სათავეში დააყენა ვერ წარმოვიდგენთ უკვე ამ მცირე დროში იმდენი სიკეთე აქვს უკვე ამ ადამიანს გაკეთებული და პერსპექტივაში უკვე ჩანს ეს არის საჩუქარი ჩვენი თეატრის და ამას წინათ ვეუბნებოდი სანამ მე ვარ ამ თეატრში მე მგონი კოტეშენ უნდა იყო აქემეთი და გიორგი შეხშირად უნდა იყო ხო ეგ მე და ამის შემდეგ ბატონი გიორგი იწყებს რა თქმა უნდა ესეც სერიოზულია მომდევნო სპექტაკლზე მუშაობას პირდაპირ ჩაეშვება რევიზორი გოგოლის რევიზორი რომელსაც ბატონი გიორგი დაბა. კარგად დაიწყო 2026 წელი. თელი დასია დაკავებული 20 მე მგონი ბატონი გიორგი დავიტოვეთ. მე მგონი ახლა სუგდიჩი ძალიან კარგი თეატრი აქვს ბატონ გიორგის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ, მაგრამ ვიქაც იყოს და ჩვენი ხშირი სტუმარი იყოს, არ გეუბნებთ ასეთ გიორგი. დიდი მადლობა მინდა გადავხადო შედეგი სახეზე, ამაში დარწმუნდება მაყურებელი, რომ და იმედი ეკმაყოფილი წავა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით 14 თებერვალს იქნება პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში. მაყურებელმა იცის ეს ინფორმაცია და 14 იანვარს კი ბატონო. ამერიკა ბილეთს თუ მაშოვინე. ბილეთს თუ მაშოვინე, მე არა მაქვს ბილეთი და ვეძებ ბილეთს. ეჭვი მეპარება რომ არ გქონდეთ ბატონო. არა ონლაინით გაიყიდა ბილეთები და შესანიშნავი. კარგი ანშლაგი იქნება დარწმუნებული ვარ. მოკლედ 14 იანვარს ელოდება ბათუმის დრამატული თეატრი მაყურებელს. თქვენ კიდევ წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ რამოდენიმე წუთში დავუბრუნდებით. მე მჯერა რომ ბათუმის თეატრი 14-დან უკვე იწყებს ახალ სიცოცხლეს და ახალ ცხოვრებას. ახალი სისხლი გადაისხა და მოდი ღმერთმა კეთილ გზაზე ატაროს. ამინ. ღმერთმა კეთილად დააბლოოს ჩვენი მგზავრობა. დიდი მადლობა.